ვიდეო ჩანაწერში კარგად ისმის, როგორც თხოვენ სამართალდამცავებს ცემის შეწყვეტას დაკავებული ფილიპე ბაბაიანი და არტურ ოგანეზიანი. ჩანაწერი მათი ოჯახის წევრების ინფორმაციით ძველი თბილისის პირველი განყოფილების პოლიციის შენობაშია გადაღებული. ჩანაწერის მიხედვით დაახლოებით 1 საათის მანძილზე დაკავებულებს პოლიციის თანამშრომლები ფიზიკურად უსწორდებიან. ფარული მასალა დღეს დაკავებულის ოჯახმა გაასაჯაროვა. წლის ფილიპე ბაბაიანი და არტურ ოგანეზიანი სამართალდამცავებმა 5 აპრილს რიყეზე კლუბ 9-თან პოლიციისთვის ჯგუფური წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დააკავეს. ფარულ მასალაში, რომელიც ოჯახის წევრების თქმით, ფილიპე ბაბაიანმა მაჯის საათით გადაიღო, მათი აყვანის მომენტიცაა დაფიქსირებული. მათი ინფორმაციით პოლიციის თანამშრომლები დაკავებულებს ფიზიკურად განყოფილებაში მიყვანამდე ჯერ რიყეზე გაუსწორდნენ. ცემისა და შემდეგ დაკავების მიზეზი ოჯახის წევრების განცხადებით კლუბში შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსანსა და ბაბაიანს შორის მომხდარი დაპირისპირება გახდა. შეხვდა პოლიციელი, რუგაიგო რუსულად ლაპარაკობს, იკითხა რა ეროვნების სახარო. იმან პასუხა რომ სომეხი ვარო. თუ ვერ გიტანთო და ამასობაში შეიგინა. ამოიღო ბუმაჟნიკი, სადაც გაშალა და აუჩვენებს რომ პოლიციელი ვარო. მე უკვე მოვიდნენ პოლიციელები. წაიყვანეს გარეთ ცემეს ჯერ იქა. დაკავებულების ცემის ფაქტს მათი ოჯახის წევრებიც ადასტურებენ. ბაბაიანები ამბობენ, რომ მას შემდეგ რაც ახალგაზრდები დააკავეს, ორთაჭალაში პოლიციის განყოფილებაში მივიდნენ. მათი განცხადებით შენობიდან ყვირილის ხმა ისმოდა. წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაყვანის დროს კი დაინახეს, რომ დაკავებულებს დაზიანებები ჰქონდათ. ოჯახი პოლიციელების იდენტიფიცირებას და დასჯას ითხოვს.